ყაზბეგი ჰესის მშენებლობა დასრულებულია და ექსპლუატაციაში შევიდა. დღეიდან ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლები ელექტროენერგიას უწყვეტ რეჟიმში მიიღებენ. ყაზბეგი ჰესის მშენებლობა დევდორაკის ხეობაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ცოტა ხნით შეჩერებული იყო. თუმცა გარემოს დამცველები ჰესთან დაკავშირებით საფრთხეს ვეღარ ხედავენ. აი მაგალითად თელავ 4 მეგავატი უნდა. ახეთ თელავი ხო დიდი ის არის. ეს არის ადგილი, საიდანაც ყაზბეგი ჰესი იწყება. ღვთის ხეობის ბროლის წყალი აი ამ სათავე ნაგებობაში ჩაიდინება, საიდანაც 1200 მმ-იანი მილით კილომეტრ-ნახევრის გავლის შემდეგ ჰესის მთავარ შენობაში ხვდება. იქ ტრანსფორმატორები 6 მეგავატამდე სიმძლავრის ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. როგორც ამბობენ, ეს სრულიად საკმარისია სტეფანწმინდის რაიონის მთელი წლით უწყვეტი დენით მომარაგებისთვის. მშენებლობაში იყო სირთულეები, იმიტომ რომ ჩვენ ბუნება დავიცავით, არც ერთ ხეს თითქმის არ შევეხეთ და ვეძებდით იგეთ გზას, აი სადაწინო ვინსადენი რო გაყავდა, რომ არ დაგვეზიანებინა ეს. ყაზბეგი ჰესის მშენებლობა 2013 წლის ნოემბერში დაიწყო. თითქმის ერთწლიანი პროექტი ფერი ჯგუფმა განახორციელა და სხვადასხვა დროს 80-მდე ადგილობრივი მოსახლე დაასაქმა. ჰესის საინვესტიციო ღირებულება კი $3 მილიონი. ეს არის ქართული ინვესტიცია, კომპანია ფერის მიერ განხორციელებული უკვე მეორე პროექტი, პირველი პროექტი გახსოვთ 20 მეგავატის სიმძლავრის ლარსი ჰესი, რომელიც ჩვენ გავხსენით და დარიალ ჰესის პროექტი 2015 წლის მაისში უნდა შევიდეთ ექსპლუატაციაში. ზუსტად ასეთი პროექტების, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელშეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ხელშეუწყობს იმას, რომ მთა არ დაიცალოს. ჯამში ჩვენი კომპანია ახორციელებს დაახლოებით $200 მილიონამდე ინვესტიციას. ეს შემთხვევა არის, ეს მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურია, 6 მეგავატი, $3 მილიონი ინვესტიცია განხორციელებული. თუმცა ეს სადგური მერწმუნედ თავის სრულს აუცილებლად შეიტანს ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისათვის. ეს დედორაკის მყინვარწვერია. ის ახლა ნისლის გამო კარგად არ ჩანს. რამდენიმე თვის წინ მისგან ჩამოშლილმა მიწის მასამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მაშინ საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ შემთხვევა ყაზბეგი ჰესის მშენებლობას უკავშირდებოდა. თუმცა ამას როგორც ჩანს არ ეთანხმებიან თავად სტეფანწმინდელები. როგორც ისინი იხსენებენ, ადრეც მყინვარწვერი არაერთხელ გამოსულა და მსხვერპლი მაშინაც მოჰყოლია. ამიტომ ისინი შემთხვევას მყინვარწვერის დნობას უკავშირებენ. არავინ არ იზიარებს მომას, იმიტომ რომ ეს პროცესები მანამდეც იყო. მანამდეც გამოვიდა რამდენჯერმე 2007-ში გამოვიდა, მანამდე 67-ში გამოვიდა 1967-ში. მე არ მგონია, მე ნაკლებად მგონია რომ მაგის ბრალი მაშინ შეიწირა ერთი ახაური ადგილობრივი ადამიანი. დევდორაკის ჩამოშლის შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტრომ მომხდარი შესწავლა დაიწყო. თუმცა ოფიციალური დასკვნა არ გამოქვეყნებულა. მაშინ ყაზბეგი ჰესის მშენებლობა რამდენიმე კვირით შეჩერდა, მაგრამ დღეიდან სტეფანწმინდას დამოუკიდებელი ჰესი აქვს.